გოგოჭურები ესე რო ვთქვათ, ჩამოყალიბდნენ რაღაც პერიოდია კონკრეტული რამდენიმე წელი არა, აი ბავშვობიდან მიყვებიან სიმღერას და არა მარტო სიმღერას, აი ხატულა მიყვება, მაგალითად ქარგვას და ეს ხელოვნებაში არიან ჩართული. რაც შეეხება მათ შემოქმედებას, ჩემთვის პირადად ნიშნულოვანი და მისაღები როგორც ახალგაზრდისთვის ის არის, რომ არ არის მარტო ძველი ფოლკლორი, ანუ არის თანამედროვე ფოლკლორი და ამ ორი ჟანრისავით რო ვთქვათ, შერწყმა იმდენად კარგია, რომ შეუძლია აი პატარა ასაკის მსმენელებს მოისმინონ და არა მარტო დიდის. დები გოგოჭურები დღესდღეობით არის ის ანსამბლი, რომელსაც უსმენს ყველა ასაკის მსმენელი. არის ესეთი პროექტი, კეთილსოფელი, კეთდება ტურნე მთლიან საქართველოს მასშტაბით და იღებენ დები გოგოჭურებით მონაწილეობას. ისინი თითქმის ყველა საქველმოქმედო საღამოში არიან ჩართულები და აქტიურად იღებენ მონაწილეობას ამან თუ იმ კეთილ საქმეში. მაგდარა პირდაპირ ეთერშია და ფოლკლორული ანსამბლი დები გოგოჭურები შემოგვიერთდნენ. მარიამი, ქეთევან, თამარ და მანანა გოგოჭურები. დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. მე 4 ვედები მეგონეთ, ანუ კიდევ საძახით ერთმანეთს, მაგრამ თურმე ორი ხართ დები, ალალი ბიძაშვილები, ხო? ფაქტიურად დები. თქვენ ხართ დები? თქვენ ხართ დები. ანუ დიდი ხევსურული ოჯახის წარმომადგენლები, რა სტატიაც ამოვიკითხე, ყველგან ასე იწყება თქვენი წარდგენა, ესე ვთქვათ. ვიცი რომ 2006 წლიდან მოღვაწეობთ ესე ცალკე ანსამბლად. მანამდე 10 გოგოჭურის წარმომადგენლები იყავით. აი, როგორ გადაწყვეტეთ რომ ცალკე შეგექმნათ თქვენი ანსამბლი და რამდენად წარმატებულია დღეს? ანუ ეს თქვენი გადაწყვეტილება, თორემ რო გიცნობთ ხალხი და თქვენი მსმენელი ყავთ, ეს ვიცი, ანუ კმაყოფილები ხართ თუ არა რომ გამოვიყავით იმ 10 დიახ, რა თქმა უნდა, ალბათ უკეთესი იქნებოდა 10-ვე ესე ბოლომდე ერთად წამოსულიყავით, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ იქიდან 3 ბიჭი არის და 7 გოგო ვიყავით. მანანა და მარიამის და წავიდა ერთ-ერთი მონასტერში, რომელზე ქალა, გოგოჭური ახლა მორჩილი ნინო არის, რომელსაც ჩვენგან განსხვავებული ყველაზე კარგი ხმა ჰქონდა, უფროსი და გათხოვდა, ერთი კიდე გათხოვდა და ესე შემორჩით ბოლოში 4 ბოლოს. სისტემატურად მოხდა. აი სისტემატურად იღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალებში, ფოლკლორულ საღამოებში. 2009 წელს გქონდათ პირველი სოლო კონცერტი. და საინტერესოა, აი ძირითადად რა ჟანრში მღერით? მხოლოდ ხევსურულ ფოლკლორს მღერით თუ კიდევ არის სხვა ჟანრი? არ მხოლოდ ხევსურულს. მაგრამ სხვადასხვა კუთხის სიმღერებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, და ჩვენ სოლო კონცერტებზეც ხონა წარმოდგენილი რამდენიმე სხვადასხვა კუთხის. ან სულ რამდენი სოლო კონცერტი გქონდათ ამ ხნის განმავლობაში? 3 გქონდა სულ თლიანად. უახლოს მომავალში ხომ არ გეგმავთ კიდე? შემოდგომისთვის ყოველთვის შემოდგომას გვაქვს ხოლმე და ალბათ ყოველწლიურად. რატომ შემოდგომა? რაღაც ისე ვამთხროთ ხოლმე. ერთი წელი რო გადის შემოდგომას ქონდა პირველი სოლო კონცერტი და 1 წლის მერე ყოველ ანუ ეს ყოველწლიურად ყოველ შემოდგომა ახალ რეპერტუარს თავაზობთ. აი რეპერტუარს ვინ გიჩვენთ? თავად არჩევთ თუ ვინმე გეხმარება? ჩვენ თვითონ უმეტესად უმეტესად გვაწვია ასეთ ცნობილი პოეტები ტექსტებს და მე მელოდიას თამარი მელოდიებს თამარი და მე ერთად ვაკეთებ. ისე მანიკა რა მაგარი ამათთან სტუმრად რომ იყო ისე რა. მომძახეთ, ალბომის შესახებაც მინდა გკითხოთ. 2010 წელს გამოვიდა თქვენი პირველი ალბომი. სად დაგიჩოქო არაგო ამ სახელწოდებით? რამდენად წარმატებული იყო ეს პირველი ალბომი და ხომ არ გეგმავთ და ხომ არ მუშაობთ ახალ ალბომზე? მაგ ალბომის შემდეგ კიდევ გამოიცა თორი ალბომი, კიდევაც მოხალხევსურეთს და მაღნატ რიგუროს ციხესა, რომელ ალბომშიც შესული არის ძველი ხევსურული სიმღერები, რომელიც ბებოსგან აღვადგინეთ და ვისწავლეთ 14 ხევსურული სიმღერა და მეორე კიდევაც მოხალხევსურეთს იქ არის 24 სიმღერა. და ასევე სიახლე გვაქვს, სულ რაღაც 2 კვირის წინ დავამთავრეთ კლიპის გადაღება, უკრაინელი მეგობრები იყვნენ ჩვენი ჩამოსული, მათ გადაგვიღეს და ერთ თვეში იქნება პრეზენტაცია კლიპის. საინტერესო. დაგვატიჟეთ. აუდიო ხალხურად გეკალია. პირველი კლიპი არის. პირველი კლიპი და ფიქრობთ კიდევ დაგვიგროვდა ასე ვთქვათ სიმღერები და ალბომი შეძლების დაგვარად ვეცდებით რომ იყოს შემოდგომაზე ასევე ჩვენ სოლო კონცერტზე. კარგით, მაშინ ერთი სიმღერა შეასრულეთ ჩვენი მაყურებლისთვის. Chim tefts
ფესვზე ადგება თითი წყაროში სივი ჩადება ორი და სივი ჩადება ორი და მაშინი ჩიტები ჩენზე მღერია ხესურის ქალო შენი გიმღერია ორი და შეგიმღერია ორი და ორი და შეთვას მახსენებს შენი თალები აღარ მასვენებს ოიდა აღარ მასვენებს ოიდა არა შევხედავ შენ დაგინახავ თალა შეფერი არ მინახავს ოიდა არ მინახავს ოიდა ორი და არ გაგიშვებთ ეს სტუდიიდან კიდე ერთ სიმღერა რა ვიმღეროთ? აუცილებლად. მაგარი. მუხტი შემოიტანეთ საოცარი. საოცარი. მაინც თაში ვერ ჩერდები ერთადიოს. ბედაურით დროს შეზღუდულები ვართ და მალე და მოიფიქროთ რა სიმღერას შეასრულებთ. ჩეჩნური? ჩეჩნურებში. ხო, აი რაღაც მოტივები იქაური. Malika, Azafiti, Balagashina, Duka.
დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი მუხტი შემოიტანეთ, მართლა მაყურებელს შევამოწმეთ. ახლა შოქში ყავს. მე მართლა შოქში ვარ, შეიძლება მთაში გავიხიზნო გოგოჭრების გადამფიდე. ხვალ მშვიდობები დღეს ხვალ ეთერი მაგ და ხვალ მშვიდობები. სტუმრები იყვნენ ანსამბლ დები გოგოჭრების წევრები. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ამ მუხტისთვის და არაჩვეულებრივი სიმღერისთვის. მე კი ეჭვი არ მეპარება რომ მცირე პოზიტივი მაინც შევიტანეთ თქვენს გაწყობაში ხვალამდე გემშვიდობებით. ეს ჩანაწერი კი აუცილებლად დაიდება Facebook-ის გვერდზე. აუცილებლად უნდა კიდევ გელით გონდი რომ მეც დაგემშვიდობა. ხვალამდე. ხვალ აუცილებლად გაიღვიძეთ მაგვიძარასთან ერთად. ხო ხედავთ როგორ მხიარობთ ვატარებთ დროს.